სამართალდამცველებისთვის ბიძინა ივანიშვილის ხსენება შოთა ოდიშვილის დაკავების საფუძველი აღმოჩნდა. რის შემდეგაც წითელ პარასკევს მოსამართლეს ვიად ცეკვავამ შუახნის მამაკაცი 10 დღით იზოლატორში გაუშვა. იურისტების თქმით, ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში არც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და არც წვრილმანი ხულიგნობა ჩანს. ამიტომ ისინი რეალურად შოთა ოდიშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებას უკავშირებენ. იურისტები ბიძინა ივანიშვილის გამო დაკავებას აბსურდულად მიიჩნევენ, რადგან ოლიგარქი არც ერთ საჯარო თანამდებობას არ იკავებს. ეს ადამიანი პოლიციამ დააკავა, შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ეს ადამიანი იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული და მას გაუფორმეს, რომ თითქოს და მისი მხრიდან განხორციელდა პოლიციის შეურაცხყოფა და პოლიციის დაუმორჩილებლობა. ჩვენ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ოფიციალურად არავინაა, მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანები შეიძლება გაუშვან ციხეში. 9 აპრილის მემორიალთან ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სიტუაცია დაიძაბა. დაახლოებით დილის 10 საათზე რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების 2 ეგრეთ წოდებული ტიტუშკა გამოჩნდა, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სამოქალაქო აქტივისტ ჩაკო ბაღდაშვილს ცხვირი გაუტეხა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მოძალადეები და სამოქალაქო აქტივისტი ტერიტორიას განარიდა. ფორმულას ინფორმაციით ეს პირები საბა ხაჯალია და ზაზა ნიშნიანიძე არიან, რომლებიც აქტივისტების მიერ კახიკალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციების დროს ძალადობის არაერთ ფაქტში არიან მხილებული. საბა ხაჯალია ფორმულასთან საუბრისას უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტს უარყოფს. გუშინ თქვენ იყავით ის პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმიტომ რომ გადანაშაულებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომ თქვენ სცემეთ კომენტარს არ ვაკეთებ გამოძიო იმედად. თქვენ იკითხებოდით ხო გუშინ პოლიციის განყოფილებაში? ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ისიც თუ როგორ ურტყამს ეგრეთ წოდებული ტიტუშკა შაკო ბაღდაშვილს. თუმცა მოძალადეებმა თაბუკაშვილის განყოფილება გუშინვე დატოვეს. თაბუკაშვილის განყოფილებაში 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შაკო ბაღდაშვილიც. მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით აქტივისტი კოკო მიქაიაც დაიბარეს. არც ერთი მათგანი ეგრეთ წოდებული ტიტუშკების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. ისინი ამბობენ, რომ მათ ტკივილი არ განუცდიათ. ახლობით დილის 9 საათიდან დაიწყო მერის და გამგეობის ხალხის მოსვლა, იყო ეტყობოდა თავიდანვე როგორი განწყობითაც მოდიოდნენ, როგორი შეურაცხყოფელი დამოკიდებულებაც ჰქონდათ იქ ადგილზე დამხვედრ ადამიანების მიმართ. ოქმის გვაჩვენეს, სადაც ესენი წერენ, რომ აი ასე გვაფურთხეს, გვაგინეს, გამოგვყარეს და ანუ ასეთი გადახული პოზიციიდან და დაზარალების პოლიციიდან იმ ოქმზე რა თქმა უნდა ხელი არ მოუწერეთ. საბოლოო ჯამში მას არ შეუძლია იმ პიროვნების ამოცნობა, ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გამომდინარე იქიდან, რომ დაძაბული სიტუაცია იყო და ფიზიკურად ვერ დაიმახსოვრა ეს ნიშან-თვისებები, რომელიც დაიხმარებოდა ამოცნობაში და ასევე მკაფიოდ განაცხადა პოლიციაში, რომ არ განუცდია ფიზიკური ტკივილი იმ დარტყმის შედეგად, რომელიც მას მისთვის უცნობმა მამაკაცმა მიაყენა. მორიგი პროვოკაცია და დაშინების მცდელობა. ასე აფასებენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს. სამოქალაქო აქტივისტებს არ უკვირთ ის, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს მოძალადეები მიუგზავნა. პროევროპული აქციების მონაწილეები ვარაუდობენ იმასაც, რომ ქართულმა ოცნებამ შესაძლებელია საქმე პირიქით სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ შეკეროს. ეს არაერთხელ გვინახავს და ერთი და იგივე ხალხი არის, ვინც მათ შორის მელიქიშვილზე კალაძის შტაბთან იყო და სხვადასხვა ადგილებში ვინც გვისაფრთებოდნენ, ხო? რა გაგრძელება ექნება ამას ზუსტად ვერ ვიტყვით, ვერც რეჟიმის გონიერების ან მობიერების იმედი გვექნება, რაც დადასტურებულად ვიცით არის, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. გუშინ ასევე ქართული ოცნება ეცადა, რომ მოეხდინა პროვოკაცია, მოგვიგზავნეს ტიტუშკები, მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს დემონსტრანტებს, თუმცა ჩვენ მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. ჩვენ რომ რამე მსგავსი გვექნა, აუცილებლად საპატიმროში აღმოჩნდებოდით. შაკო ბაღდაშვილის საქმე ერთადერთი არაა, როდესაც ქართული ოცნების მოძალადე ტიტუშკები არ დასჭილან. სამოქალაქო აქტივისტები ასეთ არაერთ შემთხვევას იხსენებენ.